მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით მომდევნო 5 წლის განმავლობაში რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს სავარაუდოდ ყველაზე მაღალ საშუალო ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს წლიური 5.1%-ით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძის თქმით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისთვის მზაობის 2025 წლის რეიტინგით საქართველოს საქმიანი გარემო მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანათა 4-ში, კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად. ეს ნობა მკაფიოდ წარმოჩინდა მიმდინარე წლის დასაწყისში ევროობლიგაციების გამომუშავებისას. გლობალური ეკონომიკური რყევების მიუხედავად საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი გაღალდებისადმი ინტერესი შეთავაზებასთან მიმართებით 5.5-ჯერ მეტი იყო. ეს საქართველოს სამომავლო ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ნდობის ძლიერი სიგნალია, განაცხადა პრემიერმა. თამარ ბაგრატიონის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. ერთი სიტყვა გამოსვლის დროს შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეეშალოს რა პრობლემაა ამაში. მან აზრი შესანიშნავად ჩამოაყალიბა. ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიო საზოგადოებამ ამ ფორუმზე საქართველოს ხმა მოისმინა. ცნობისთვის, თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის ერთად უკეთესი მომავლისთვის სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა. თამარ ბაგრატიონმა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მელანია ტრამპმა შეძლო დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად ექცია. პირველ რიგში მსურს გულითადი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მასპინძლის ქალბატონ მელანია ტრამპის მიმართ. ისტორია დაგიმახსოვრებთ, რომ სწორედ თქვენ შემოიკრიბეთ 45 ქვეყნის წარმომადგენელი ერთ მაგიდასთან და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად აქციეთ. დღეს ჩვენ ერთი საერთო პასუხისმგებლობა გვაერთიანებს. ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და უპირველეს ყოვლისა მოგმართავთ როგორც 4 შვილის დედა. ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას, განაცხადა თამარ ბაგრატიონმა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დროას ერთ-ერთ ლიდერ ელენე ხოშტარიას მიმართ სასამართლო განაჩენს საქართველოში დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე შემზარავ თავდასხმას უწოდებს. როგორც ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, ასე ესმის რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება. პოლიტიკური რეპრესია საქართველოში. ელენე ხოშტარიას პოლიტიკური პარტია დროას ლიდერს, რომელიც 6 თვეა წინასწარ დაკავებულია ახლა პატიმრობის 18 თვე მიუსაჯეს. უბრალოდ ბანერზე წერისთვის, ასე ესმის რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება. ეს განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოში, წერს ზურაბიშვილი. ოცნების ხალხს მოხარშულს ვიცნობ და ზუსტად ვგრძნობ, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოუწევთ. გვაჩვენეთ სიებიო გაიძახიან დღე დაღამრაც ნიშნავს, რომ თავისი სია მზად აქვთ, მაგრამ თითოეულ პატიმარზე ვაჭრობას აპირებენ. ჩემს გვარსაც ახსენებენ, მე კი მინდა კოვზი ნაცარში ჩავუგდო და ვთქვა ხმამაღლა. მე ალეკო ელისაშვილი უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე. მოვუწოდებ ყველას, ქართველს თუ უცხოელს, არ განვიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ ალეკო ელისაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში ანათქვამი. როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ის საქართველოს სიყვარულისთვის და უსამართლობასთან ბრძოლის გამო ზის ციხეში, ხოლო ეს პატივია და არა სასჯელი. უპირველესად ყველას მოგესალმებით. ამ სტატუსს ისევ პატრიარქისადმი დიდი სიყვარულით და სამძიმრით დავიწყებ. ღმერთმა გაანათლოს მისი დიდებული სული, მჯერა იქ მაღლა საქართველოში ილოცებს აქაური საქართველოს დამშვიდებასა და წინსვლაზე, აცხადებს ელისაშვილი. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსად ლევან მესხია დაინიშნა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ის ამ თანამდებობაზე გიორგი ხვედელიძეს შეცვლის. მინდა მოგეწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საკადრო ცვლილებების შესახებ და წარმოგიდგინოთ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ახალი უფროსი. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ლევან მესხია, რომელიც სპეციალობით სამართალმცოდნეა. იგი დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი შიდა აუდიტსა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში. გარდა ამისა, აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. რაც შეეხება აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ხვედელიძეს, მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის. გიორგი სხვა სახელმწიფო სამსახურში გააგრძელებს მუშაობას, მინდა ასევე ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო, განაცხადა კახა კალაძემ.
პარლამენტში ინიცირებულია ფრაქცია საქართველოსთვის კანონის პროექტი, რომელიც შეკრება მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირების ჯარიმას აურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამავე პროექტით აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ჯარიმა, რომელიც აღსრულებულია პირს უკან უნდა დაუბრუნდეს და კანონის ძალაში შესვლის მომენტისთვის სახელდაუდებლად ჩაითვალოს. ბიუროს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. ამასთანავე მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მსგავსი ჰუმანური ნაბიჯი ხელს შეუწყობს სამოქალაქო კონსოლიდაციას. საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის ჯარიმების გაუქმება განმუხტავს საზოგადოებაში არსებულ უსამართლობის განცდას. აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრი ბარონი ჯორჯ ფოლკსი სასამართლოს მიერ საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დროას ლიდერ ელენა ხოშტარიას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. როგორც ის აცხადებს, ხოშტარიას განაჩენიც და დაკავებაც უკანონოა. მტკიცედ ვუჭერ მხარს ელენეს და მოვუწოდებ ხელისუფლებას საქართველოში დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი, რადგან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი და მისი დაკავება უკანონოა. წერს ბარონი ჯორჯ ფოლკსი სოციალურ ქსელში. საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. პროკურატურის განმარტებით, მანვე უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულია ინფორმაციაში. მჯერა რომ ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით. აუღელვებლად ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა იქნება ადამიანი, მისი ღირსება, პატივისცემა და თანადგომა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე განაცხადა. კალაძემ ისაუბრა კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის პატივის მისაგებად სამების ტაძარში მისულ ხალხის ნაკადზე და როგორც აღნიშნა, ქვეყანა იყო ერთიანი და მტკიცე. მადლობა ეკუთვნით სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ ამ ძიმე წუთებში გაიაზრეს ჩვენი საერთოდ კევილი და საზეიმო ღონისძიებებიც კი გააუქმეს. განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან მან მოსახლეობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა, რომელიც მისი თქმით არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ეროვნული მნიშვნელობის დღესასწაულია. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით ირანში ფრთოსანი რაკეტების საწარმოებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში შორ-მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების ორი საწარმო დაბომბეს. ობიექტები ირანის თავდაცვის სამინისტროს მიერ იმართებოდა და მათ რეჟიმი ფრთოსანი რაკეტების წარმოებისთვის იყენებდა. ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს. ინფორმაციას ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმებისთვის რეპარაციას, სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და ყველა სახის სანქციის მოხსნას ითხოვს. ასევე გამოცემის ინფორმაციით ირანი გარანტიებს ითხოვს, რომ ომი თავიდან აღარ დაიწყება და ასევე ისრაელი ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ დარტყმებს შეწყვეტს. ცნობისთვის, მანამდე როიტერსმა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა შეიმუშავა და თეირანს გაუგზავნა 15 პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად. გეგმის თანახმად ირანმა ბირთვული პროგრამა უნდა დაასრულოს, ბალისტიკური რაკეტების პროგრამა შეზღუდოს და ასევე რეგიონში მისი პროქსი ძალების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორ რაფაელ გროსის განცხადებით ირანის ბირთვულ პროგრამასა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე ამერიკის შეერთებული შტატები ირანის მოლაპარაკებები შესაძლოა ამ შაბათ-კვირას ისლამაბადში გაიმართოს. მისი თქმით მოელის, რომ მოლაპარაკებები უფრო ფართო ხასიათს მიიღებს და მხოლოდ ბირთვულ ენერგიაზე ფოკუსირებული არ იქნება. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა ამ შაბათ-კვირას პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართოს. მოველი, რომ ისინი უფრო ფართო ხასიათს მიიღებს და მხოლოდ ბირთვულ ენერგიაზე კონფლიქტის ძირეულ მიზეზზე არ იქნება ფოკუსირებული. ამჯერად დღის წესრიგში ასევე იქნება რაკეტები, ისლამური რესპუბლიკის მოკავშირე შეიარაღებული დაჯგუფებები და ირანის უსაფრთხოების გარანტიები, განაცხადა გროსიმ. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ბელტა ავრცელებს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შეხვდება. ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით მხარეები ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
ლატვიის ტერიტორიაზე რუსეთიდან გაშვებული დრონი ჩამოვარდა. ამის შესახებ განცხადებას ლატვიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით საჰაერო ძალებმა უცხოური დრონი დააფიქსირეს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთიდან შეფრინდა. ადრეული გაფრთხილების სისტემებმა კრასლავის მხარეში აფეთქების მსგავსი ხმა დააფიქსირეს. ნათქვამია ლატვიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ დაშავებულა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.